keep quiet. No, no, no. I can't keep quiet. No, no, no. Oh, one woman riot. No, no, no. წელს გადავწყვიტე, რომ საქართველოს უფრო გამოკვეთილად ყოფილიყო ამის მონაწილე და გადავწყვიტე, რომ საქართველოს დროშაც გამომეტანა. მანჰეტენზე გამართულ ქალების მარშზე ქართული პროტესტის ხმა ისმოდა. ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ლოლა ჯიბლაზიმ მარშზე საქართველოს დროშის თემაზე შესრულებული ვარიაცია წარადგინა. დროშაზე დატანილი მკვეთრად გამოხატული ქალის ფორმებით მხატვარი გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და ამ მხრივ არსებულ პრობლემებს უსვამს ხაზს. ამერიკაში რა სიძლიერით და რა ენერგიასაც დებენ ამ ყველაფერში, რომ ქალები გააძლიერონ, საქართველოში ეს 10 მაგათ და 100 მაგათ უფრო საჭიროა, უფრო მეტი ენერგიის ჩადება და ქალების ცოტა წინ წამოწევა. რაღაც ერთი შეხედვით ყველას გონია, რომ ეს პრობლემები იქ არ არის იმდენად, რამდენადაც აქ შეიძლება ხდებოდეს, ან რაღაც ნიუსებში კითხულობდნენ, მაგრამ მაისში ვიყავი თბილისში ჩასული და მივხვდი, რომ ანუ ძალიან დიდი პრობლემებია იქ. ამერიკაში ფემინიზმის მესამე ტალღა ამბობს იმას, რომ ჩვენ არ ვებრძვით მამაკაცებს, არ ვებრძვით რაღაც ჯგუფს. ჩვენ გვინდა რომ გვერდზე დაგვიდგან ესენი და ასე მხარი დაგვიჭირონ, რომ ერთად შევცვალოთ, იმიტომ რომ პროგრესი არის, მაგრამ ძალიან ნელი. ქალების ადგილი წინააღმდეგობაშია, დუმილი თანხმობაა. ეს მოწოდებები იყო მარშში მონაწილე ათასობით ადამიანის მთავარი გზავნილი ცივილური სამყაროს მიმართ. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ სხვადასხვა სამოქალაქო უფლებების, მათ შორის ქალთა უფლებების, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს გარანტირებული. I'm holding the Georgian flag because I stand with the Georgian people. We were in Tbilisi. მიჭირავს ქართული დროშა, რათა ვიდგეთ ქართულ ხალხთან ერთად. ცოტა ხნის წინ თბილისში ვიყავი და შეგრძნება მაქვს, რომ ის ჩემი მეორე სახლია. It's a second home to me. ქართულ ხალხთან ძალიან ახლო კავშირს ვგრძნობ. აქ მოვედი იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადო ქალებს მთელს მსოფლიოში. ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ კაცები ქალების გვერდით ვართ. მხარს უჭერთ და არ ვტოვებთ მარდო. გამოვედი ამ დროშით და დავანახოთ ხარდაჭერა ქართულ უმეტესად ქალბატონებს, რომ თქვენ გვერდში დგავართ. 2017 წელს პრეზიდენტ ტრამპის პირველ სამუშაო დღეს ამერიკის და მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ქალაქში ასობით ათასი ადამიანი ქალების მარშს შეუერთდა. ისინი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ. პრეზიდენტის და თეთრი სახლის კრიტიკა ისმოდა წელს გამართულ მსვლელობაზეც. ქალების მარში წელს მესამედ გაიმართა. ქართულ შარაშენიძე, საბა გუჯაბიძე, ამერიკის ხმა, ნიუ-იორკი.